რუმინელი მეხანძრეები ვერტმფრენებითა და სხვადასხვა საშუალებებით ასობით ჰექტარ ფართობზე გაჩნილ ტყის ხანძარს ებრძვიან. ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უფრო მეტად აღვივებდა ცეცხლს. ბალკანეთის რეგიონის ზოგიერთ ნაწილშიც უკიდურესად ცხელი ამინდი იყო, რის შედეგადაც სერბეთში ტყის ხანძრების ასობით კერა გაჩნდა. ამავდროულად ფრენები გადაიდო და რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში. რეგიონის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს მოუწოდა დარჩნენ შინ და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან. სანამ აეროპორტში წავიდოდი, სახლში კვამლის მძაფრისუნი ვიგრძენი. ვფიქრობ, მეხანძრეები შეძლებენ ხანძრის შეჩერება, სანამ ცეცხლის სახლებამდე მივა. იმედი მაქვს, არავინ დაზარალებულა, თუმცა დანამდვილებით არ ვიცი. ძალიან ძლიერი ქარია, რომელიც ცეცხლს კიდევ უფრო მეტად აღვივებს. მარსელის აეროპორტში განაცხადეს, რომ ასაფრენი ბილიკი დაახლოებით შუა დღისას დაიხურა. მოძრაობა ასევე შეწყდა ორი მთავარი ავტომაგისტრალის მონაკვეთებზეც. ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენი რეისი კი არ გადაიდო, არამედ გაუქმდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რას ვაპირებ. ხანძარი ლეპენ მირაბოს დასახლების მახლობლად გაჩნდა და 350-ზე მეტ ჰექტარ მიწის ფართობს მოედო. სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა სამხრეთ საფრანგეთში ხანძრების საფრთხე გაზარდა, სადაც რამდენიმე კერა ბოლო 2 დღის განმავლობაში გაჩნდა.